გამარჯობა, სარბიეს პოდკასტის რუა. მუსიკა ქარში, გიორგი კინკლაძე, ქართული ფეხბურთის ფენომენი. დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად არის აი ამ შესანიშნავი წიგნის ავტორი, ჩვენი კოლეგა და მეგობარი კოტე გოგიშვილი. კოტე, გამარჯობა. გამარჯობა. ამდენი ხნის ჩვენი ძმის და მეგობრის ნახვას ასე ამოვნოა მithumedes ჩვენს გადაცემაში. ძალიან დიდი ხანია არ შევხვედრი ვართ ერთმანეთს და აქ მოსვლის გარდა კიდევ ერთი საპატიო მიზეზი არსებობს, რისთვისაც აქ ხარ, გიო კინკლაძეზე, წიგნი დაწერე და გითხარი რა შვები, როგორ ხარ, სად ხარ? მოგვიყევი ამბები. მოგვიყევი ამ წიგნში რა წერია, მოკლედ გიო თვითონ ვერ მოვიყვანეთ, მაგრამ წიგნის სახით მოვიყვანეთ. მართლა წარმოუდგენელი რამდენს უთქვამს, რომ აი კინკლაძის წიგნს სიამოვნებით წავიკითხავდიო და აი გვაჩუქა ამ მაგარმონებული ვარ ისე მე არ მინახავს ეგ პირველად ნახე ახლა შენ ხელში და მაგარი ძალიან ქართული ენით და როგორც გვჩვევია ისე დონეზე იქნება შესრულებული. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასეო, ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენ მაყურებელს თქვენ. კი გიოზე წიგნი ამას დიდი ხნის განმავლობაში წერდი. ხავს ვეკითხებოდი მარტო მე რაც ვიცოდი არა. բոլოს ხებისგან გამეგო, იმიტომ რომ გიო ყველამ ვიცით რომ იული რესპონდენტი არა, ყველგან ვერ გადაეყრები და ვერ ილაპარაკებ დიდ ხანს, იმიტომ რომ თავის საქმეები აქვს, თავის წრეში ტრიალებს. და რაც დაგროვდა, რაც წლების განმავლობაში წამიკითხავს, მიფიქრია, პირველ რიგში დიდ პატივს ვცემდი როგორც ფეხბურთის, როგორც შექმნას და სულ მაინტერესებდა სხვებისგან გამორჩეული ხალხი, ტკივილგავლილი ხალხი, რა იყო ფეხბურთზე რო არ ლაპარაკობს, ახლა ტელევიზორში სულ 5-6 ინტერვიუა. რამდენიმე გადაცემაში იყო, ხო და იქაც რო უყურებდი რა, სულ უკმარისობის გრძნობა მრჩებოდა, რომ თითქოს სათქმელი არ იყო ბოლომდე მისული, რატომ მოხდა ასე და არა სხვანაირად და ამას მე მივაქვს ჩემი ფიქრები, განცდები, ჟურნალისტობის დროს გადახდენილი რაც იყო რა, ბევრი არაფერი, მაგრამ მცირე მოგონებები და მოვაქციე ერთ წიგნში. მინდა გადმოვცეთ დიდი სიყვარული და პატივისცემით. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ესა ერთი ესა ძვირფას საჩუქარე. ჩავა ბულბულებს. მე დარწმუნებული ვარ დღეს ღამეს მოურჩები ამის წაკითხვა. დიდი მადლობა თქვენ. ესე იგი 98 წლის მაისში სარბიაში დაიწყო ჩემი ჟურნალისტობა. ხო და ეს 27 დეკემბერს დავბეჭდი. ხო და ამ ხნის მანძილზე დაახლოებით რაცა რა ერთი 25 წლის ნაწყვალების შიგნით ნაფიქი რაცა იმას მოუყარეთ თავი. ხო და ნუეშრი პიანის უკრავს როგორც შეუძლიაო ისე რა რაც გამოვიდა. ძალიან კარგი. მუსიკა ქარში. ხო, მუსიკა ქარში. მოდით აბა ის რატო ეს სათაური მოდი მაგით. სათაური ის მე საერთოდ სარბიაში მუშაობის დროს მივეჩვიე, მასწავლიდნენ სათაურზე ფიქრს. ხო ანუ სტატიას ისე ვერ დაწერდი, რომ თუ კი შესაბამის სათაური არ იქნებოდა, სათაურიდან ვიწყებდი. ხოლმე ყავდა მაგის დიდოსტატ თაზო მიგრეული და მაგას სათაურების მასწავლებლად თვლი მე. ხო და მე ხანდახან ფიქრი რო გამეჭედება ხოლმე ყოველთვის ქართულ კლასიკას მიმართავ და რეზო ჭეიშვილის ლურჯ ფრინველს მეორე სათაური აქვს მუსიკა ქარში. მე ირაკლი ბერიაშვილმა დათო ყიფიანზე დაწერა პატარა სტატია მუსიკა ქარში და აი გიო კინკლაძე ჩემ წარმოდგენაში ესა გერები რა მუსიკა როგორც ქარში გაფანტული, იმიტომ რომ ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო და ის 2 წლიანი 3 წლიანი პერიოდი იყო ისეთი, რომელიც არ გვავიწყებს მაგის თავს და შევადარე მუსიკას ქარში გაბნეულს რა, რომელსაც ისეთი დასასრული არ ქონდა, როგორცაც ჩვენ ვისურვებდით. რუბინში კი არა, ჩემი აზრით, კრანჩი უნდა დაესრულებინა ეს. რუბინში რა, რუბინში. ახლა რომ მახსენდა კლასის ფეხბურთელი იყო. ყველასთვის ესე დასანანი იყო სიტი რო გავარდა იმ პერიოდში რა გუნდებზე აღარ საუბრობდნენ, 5-ვე ინგლისურ გრანდზე, მაშინ 5-ეული მაინც გამოირჩეოდა ის ნიუკასლი, არსენალი, ლივერპული და იქ რო არ წავიდა და იქ დარჩა სიტიში ეს ყველასთვის დარტყმა იყო რა ალბათ და აი მაგაზეც ალბათ წერია ხო? კი წერია ამაზე თემურ ლორთქიფანიძეს ველაპარაკე მაგ საკითხზე მის პირველ მწვრთნელს რა იმაში 35-ში და ის რა ქვია ნორჩ დინამოელში სანამ წამოვიდო და წვრთნინდა გიოს და მეთქა რომ შეხვედრია ბატონ რობინსონის ხონებას გიოს მამას საბუთალოს ბაზარში შეხვდა და თითქმის ხელმოწერილი იყო ლივერპულთან კონტრაქტი რა და ისე მოხდა რომ მე ფრენსის ლის გუნდის რა ქვია მფლობელის
ეს კომბინაცია ყოფილა ასე ქართულად რო თქვა ჩემის კომბინაცია როგორ მოუგვარა გიოს თქვა ჩაიყვანა დაბადების დღის აღსანიშნავად ეს ვიცი ილოსგან ასე ეს ისტორია საიმის ქუჩაზე გიო იყო სახში დარეკა ფრენსის ლიმ თუმი ამაზე არის ციგში რა და უთხრა რომ გიო რახან მიდიხარ გუნდიდან მინდა გაგაცილოთ რო გეკადრება და რო გეკადრება ის ოჯახით მიიწვია და რო ჩასულა მე იმდენი გულშემატკივარი დახვდა ბანკეტზე ისე ცითო იყო რომ თან წინასასაზღვრო აბონემენტები ყველა გაყიდული მაქვს დაანამუსა ხო და შეაგდო ასე ვთქვათ ნამუსზე მე იყო გულშემატკივრების წერილი რა რომითაც მიმართეთ რომ შენ ხარ სინათლე ჩვენი გვირაბის ბოლოს და მარტო წელს დარჩი და ის რა ქვია მე სიყვარულით გაგაცილებდა და გიო კაცა იმაში ინგლისურ პრესაში პასუხი რომ ისო რა ქვია მე იმ ბიჭებს არ გავარ ჩაძირული გემიდან ვერთხებივით რო გარბიან და დღემდე ინახავს იმას რა ქვია წერილს თორმე რომითაც მიმართეს ფანებმა სიტის ფანები ეს იყო თან შეჩეულად ტიპაჟი ისეთია რომ უყურე მეგიო რომ ყოველთვის უჭირს კომფორტის ზონიდან გამოსვლა რა ეს ხასიათი არაა მარტო ყველა შეიძლება გვახასიათებს ასეთი არის ხალხი რომელიც ამას მე мотиваციად იყენებს და ახალ გარემოს წინა გამოსვლებით იულოდან და გიო არის როგორც მესი ვთქვათ როგორც დიდი ვარსკვლავები შეჩეულ გარემოში ურჩევნია და არჩევანი რო გააკეთა მანჩესტერ სიტიზე ალბათ ესეც იყო ხასიათის ეშტრიხი რომ ერჩივნა იქ სადაც იყო კარგი ხო ნუ რაღაცა შეცვლა ესეც მე მაგას მენტალური გალავანი ქვია აი ვთქვათ რონალდო არის ზუსტად მარტო იმით კი არა რომ ბურთთან მუშაობა შეუძლია ჩემი აზრით არის ძალიან მაგარი იმიტომ რომ მენტალური გალავანი აქვს იმას რასაც არ უნდა მოუშვას თავისთავად არ მოუშვებს და ყველა მარცხს ცუდ მომენტს გახუჭებულ პენალტს ან რამეს ნებისმიერ წვრილმანს მე იქცევს мотиваციად რომ უფრო ძლიერი გამოჩნდეს ეგ ნათქვამი რომ მე ვარო ჩემი თავის ფსიქოლოგი მე ვარო ყველა კოტე ბატონო ამ წინზე მუშაობისას თვითონ შეხვდი გიოს არა გიოსთან მე ცხოვრებაში ვარ ორჯერ შეხვედრილი ჟურნალისტების დროს მე ვეცადე იმიტომ რომ მაგრამ როცა მანამდე ვნახე აი გამოსვლება იყო ჩემი ახლო წრის ერთი ილუა მეორე ლაშა აგოდუაძე ჩვენი ის რა ქვია ვანო ჩხიკვაძე რომლებმაც ცადეს გიოსთან ის რა ქვია მაგრამ ის რა ქვია აქ არა უარზე და იმაზე კი არა მარტო წიგნის წერას ხო ჭირდება გარკვეული გრაფიკი გარკვეული მონახაზი ბევრი დასმული კითხვა ბევრი გაცემული პასუხი არ მოხერხდებოდა ის რა ქვია იცის კი მე წიგნები გავუგზავნე ის რა ქვია ძალიან კაი ადამიანის და მშვენი მანდილოს ეს კეტა მიქელაძის ხელით გავუგზავნე გიოს და მადლობა ჩემოთვალა და აჰა ძალიან და იკითხა თორმე კაი წიგნიო უკვე წაკითხულია ესე ერთი თვის წინ მაინც გავაგზავნე მარტის დასაწყისში და ვიცი რომ გადაცეს და მე ერთხელ მაქსიმათლე გითხათ ესე ტელეფონით ნასაუბრები ოღონდ ისეთი ინტერვიუ გამოვიდა ცოტა მოსაწყენი, იმიტომ რომ ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, აი კოლბას ბევრი ექნება ალბათ. და მოყევი აი მასე თქვენ უფრო გქონდათ შეხება. მე რომ მივედი სარბიელში, კინკლაძე ფაქტობრივად ასრულებდა კარიერას. იქამდე ნუ რა თქმა უნდა ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ესე უშუალო შეხება იმდენად არ მქონია და აი მოყევი. სარბიელში ფეხბურთელების, ნაკრების ფეხბურთელების ინტერვიუების დიდ ოსტატი და კოლექციონერი კობა იყო. ყველას ჰქონდა ჩვენი ის რა ქვია, სამუშაო სეგმენტები და კობა მუშაობდა ძირითადად ჩვენ ფეხბურთელებს. არა, კინკლაძე რო გენიოსი იყო, ხო მაგაზე ვთანხმდებით ფეხბურთი და ერთ რამდენჯერმე ფიქრია, რომ ეხლა რო დაბადებულიყო აი ამ პერიოდში რა, ამ ბოლო დეკადაში რო დაბადებულიყო გიო კინკლაძე 2000-იანებში მოკლედ, ეხლა ნუ ალბათ მესისგან არც გავიხედავდით რა. მე შემთხვევაში ამას დარწმუნებული ვარ ამაში რა. ნუ ჩემთვის ეხლა ჩემმა ყველა მიცის თქვენ ციცით რომ ამაზე მაგარი ფეხბურთელი ჩემთვის ნუ რა ვიცი ახლა ხუჭა ცალკე თემაა და ხუჭას არ ვეხებით ხო ნუ აი 90-იანების თაობაში ნუ ეს არის ცალკე კი ეგრეა ხო ჩვენთვისაც აი იმ დროს ვინც გულშემატკივრობით და შედარებით პატარა თაობა ვიყავით აი მართლა სათაყვანებელი ფეხბურთელი იყო, ამით იწყებოდა, დანარჩენები იყვნენ, ისინიც ხო მაგრები იყვნენ, ხა კეცბაია, შოთა და ისა, მაგრამ ნუ აი დარწმუნებული ვარ 10-დან 8-თვის იყო ეს აი ხო არა, მე ხა ლაპარაკში რო შევყვებით ხოლმე, რო ითქმება ჯამარაული, ნუ ჯამარაული ჩემთვის არის პელეა რა, მოკლედ რა, ჩემი ნუ
ჩემი გემოვნების ფეხბურთს თამაშობდა ჯამარაული რა ლამას და დახვეწილს და ესეც ხო იცი ეგ რა მithქვავს მაგრამ იქ კინკლაძეზე არაა ლაპარაკი რა იმიტომ რომ კინკლაძე არის იქაც სხვაგან საერთოდ სხვა პლანეტა ყველაზე მაგრად ინგლისელებმა თქვის თვითონ რა მარჯვენა ფეხზე იდგა და მარცხნივ ჯადოქრობდა ხო ნუ რა და მე მესისთან ახლა პარალელს ბევრი ავლებს ძალიან ვისაც შევეკითხებ თქვა იქ მიხიჩას იმას რომ მესის აი არა ამის შესატყვისი ქართულში პაცებიას რომ ამბობთ იმას რა ქვია ილეც რა ქართულის არა ყველა აი დემეტრაძე ხო გახსოვთ ის რა ქვია ახლა ხვიჩასაც შიდა პაცებია ანუ მარჯვენა ფეხით რო ატყუებდნენ შიგნით ყველას მაგარი ქონდა ქართველებს ამას და მესის გარეპაცებია რა აი მარცხენა ფეხით რო გარეთ გააქვს და კიდე სხვა მომენტი ცეკვის მომენტის ქართული ცეკვის მომენტის ის რა ქვია მნიშვნელობა რადგან დადიოდა ეს ქონდა? ხო, ის რა ქვია, დადიოდა და რიტმის გრძნობა. ანუ ცეკვა ახლა მე დიდონაზე დავდიოდი, მოცეკვავი კი არ ვიყავი და რა, მაგრამ პერიფერიულ მხედველობა, დიაგონალზე დგომა, პარტნიორის შეგრძნება, რაღაცები, ეს სხვადასხვა სუხიშვილების სოლისტი იყო 16 წელს, არჩევანი იდგა ასე. ეს ხარტეც მაკედან აქვს ცეკვის დამსახურება. პლუს ის რა ქვია, როგორც მამამისი წერს, მე მამუკასთან ყვარასხელიასთან ინტერვიუში ხელის გადაწევაში ძალიან მაგარი მარცხნა ფეხით ჩაჯდომაში, აი ცალი ფეხით ჩაჯდომაში და პატარაც რო ყოფილა, სულ დახოხავდა სხარტი იყო, შარვალი არასდროს არ ქონდა მთელი მუხლებზე თურმე. ბევრი მონაცემი მქონდა იმაში, უბანში ხო ახლა მაღალი არ იყო, რა ქვია, უბანში ყველაზე ძლიერი იყო, დიდებსაც და რაღაცეებში მონაცემი ფიზიკურ ქონდა ძალიან ძლიერი. და რიტმის გრძნობა კიდე რა, რაც კობა ჟორჟიკაშვილმა გამიმახვილა მაგაზე ყურადღება, აი როცა ფეხბურთელი მიდის რიტმის გრძნობა და ცვალებადობა, როგორ შეუძლია სხარტად მიტრიალება სხვა ხარეს. და საჭირო მომენტში აჩქარება შენება. ხო, ის ერთადერთი მომენტი იყო ის, რომ გიოს მონაცემები თურმე აი გულის იმის რა ქვია, პარკუჭის გულის კედლის იმაზე სისქეზეა დამოკიდებული, რამდენ აჩქარებას გააკეთებ და პარეზი აკეთებდა 33 აჩქარებას თამაშს საშუალოდ. გიო აკეთებდა 800. ამიტომ უთხრა ჩვენ ხო ამბობთ რომ აი აქში იქ რა ქვია რაღაცა მოხდა და ზოგს არაპროფესიონალის გონია ზოგს არ შეიძლება გიოქინკლაძე გახდე სიზარმაცის ხარჯზე არა ეს არის მარტო ინსტინქტი არა 1000 ჯერ გამეურებული ერთი და იგივე ფინტია და იმიტომ შედგა ფეხბურთად მაგრამ რომ დააყენეს მე ლიტვანეთის მომენტი ხო იყო ის არ წავიდა იმას და ასე კალის ჯარისკაცივით მარცხნი უნდა დადგე და ირბინო წინ დაუყო მამან იცოდა რა ეს რა იცოდა რომ იქ ვინგერი როცა ხარ ან მაშინ კულუარის მოთამაშეს უძახდა ის რა ქვია კრუიფი ბარსელონაში პირველად წინ დაუკარო დარბოდენის ბაკერო და ის რა ქვია სერხი კი გიოს მაგი არ შეეძლო მონაცემები არ ქონდა კიდე ის სარბრუკენში რო იყო იქ აკაც მოყვა თქვენ გადაცემაში ქავთარაძე რო ის რა ქვია ტაქსი თუ კრუიფიც ასე აკეთებდა არ შეეძლო კროსები რა ქვია იმიტომ რომ ევრამეზია თურმე დამოკიდებული ეს სისხლის ბურთულაკების რაოდენობა ორგანიზმის დამცველობაზე თან ჩვენ არ აგვაქვს ისეთი აი ხვიჩასაც დააკვირდით ნაპოლიში და იმაში ორ ტაიმს თანაბრად გარკვეული პერიოდი სანამ არ გაიარა ვერ თამაშობდა ხოლმე თავიდან. მე მიაჩვია სპალე. მიუხედავად იმისა, რომ სლუჩკი ყველაფერს აკეთებდა. პირველი წრე ფაქტობრივად სულწლიდა ხო, მე-60 წუთზე 65-ზე. ეს ეთყობა ჩვენ იმაშიცა, რომ ჩვენ ემოციის ხალხი რო ვართ და პირველი ომის ხალხი რო ვართ, ეს მარტო ისტორია არა, რა უცებ ატკინებული ხარ, იხარჯებენ, მე წინდებოდა თომი და მოდიოდნენ სახში ქართველების ზოგადად. ძალების გადანაწილება არ შეგვიძლია, ხო? სტაბილურობაც ხო არ ხასიათებს ჩვენ. აკაკბაქრაძე წერდა მაგას კარგად იმაში, რა ქვია, კინო და თეატრში რა, იმაში. ჟურნალში. რომ ვერ ნახავ ვერც ერთ იმას ქართველს, რომელიც სტაბილურია, გინდა მწერალს, გინდა რომ ყველაფერი ერთ სიმაღლეზე კონდეს, თქვა რაღაცას დაბლა არ ჩამოდის. ზოგ წერას კაი რომანი აქვს დაწერილი, მე რაღაცა ჩავარდნა შეიძლება. შედარებით ჩავარდნა ხო გენიოსის დონეზე. ისია, ვერც ერთ ქართველი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს ჩემი აზრით, მარტო მე-9 ტალღაზე რა. იმიტომ ემოციის ხალხი ვარ. იქ ჭირდება. ახლა მიშამესხს უმცროსი რა, გაუხედნავი ბედაური დაარქვა გიაგორგოძემ და მე მგონია ძალიან მაგარი ისა რა ქვია. და მაგას აქვს ჩემთვის ნათქვამი, ავაზაზე ვიყავით, ბაზაზე მურთაშხურცილავა იყო ბატონი და ავთოხელაძე. სხვა შორის ვინც კინკლაძე მიიღო მიშამესხის მეგობარი და ყოფილი ფეხბურთელი კინკლაძე ვინც მიიღო პირველად სინჯებით 5 თუ 6 წლის. და მაშინ თქვა იმან მიშამესხმა პატარამ რომ ერთი კაცი არ მოიძებნაო ჩემ კარიერაშიო თავზე ხელი რო გადაესვა ყველას უნდაო დაჟი დისციპლინით და რაღაცებით მიეღწია რამეო და იმიტომაც არ შევდექიო ფეხბურთელად. აი მიშამესხი კიდე საერთოდ ცალკე ის რა ქვია ცალკე ფენომენია. ეგეც მაგას რო ეთამაშა მიშამესხს ნუ ახლა წარმოუდგენელი რაღაც იქნებოდა რა. აი და მე რუსებმა ბესკომა წაიყვანა აქედან. და ჩემპიონი გახდა. ჩემპიონი
ეს კი არ გახა ამან გახადა სპარტაკი რა ეს იმ გადამწყვეტ თამაში მაგარი პასტუკები ჩერენკოვს დაასვა იმაზე ამან გახადა სპარტაკი თან კიევთან იმაში რა ქვია კიევი იყო კონკურენტი ხო აიცი რაც დავაკვირდი კოტე ვიდეოებით და იმით ეხლა რა თქმა უნდა მაშინაც გვახსოვს მაგრამ ზოგადად ხო ესეთი ტენდენცია იყო რომ მარცხენები მაშინ თამაშობდნენ ფლანგზე მარცხენა ფლანგზე მარჯვენა ფლანგზე და ეს შეიცვალა სადღაც ამ საუკუნიდან 2000 გიო იმ პერიოდში გიო და ჰაჯი და რამდენიმე ფეხბურთელი იყვნენ რომლებიც მარჯვნიდან მაშინაც უტევდნენ და უმეტესად იქიდან თამაშობდნენ გავიხსენოთ თუნდაც ის საუთჰემპტონთან გოლი საიდან იწყებს მარჯვნიდან ანუ თვითონ მოიმასქნა რა ეხა არ ვიცი მწვრთნელის დავალება თუ თვითონ ინსპირაცია იყო ასეთი იმ დროს უკვე აკეთებდა ეს იმას კი ბატონო ხო აი რასაც ახლა აკეთებენ მაშინ აკეთებდა რასაც ახლა ის ქვია რევოლუცია თქვა და იმიტომ რომ აი რობენი რო შემორვა ხო რობენი როგორ შემოდიოდა კი ცოტა განსხვავებული სტილის ფეხბურთელი ბერენ ის გარემარბი იყო ეს ნახევარმცველი მაგრამ ორივე ინიციაციები იყვნენ და მაინც აი როგორ აკეთებს რა იმას ახლა სავას გოლებიც ხო გახსოვთ მარჯვენა შედიოდა და დასაევს რომელიც გაუტანა და ის რა ქვია ასე იყო აი ვისაც ნიჭი და შემოქმედება ერთად იყო გიოს კიდე ის ხო უყვარდა იმას რა ქვია ალამბოლის ტრენერს ძალიან კეთილი კაცი იყო თვითონ წერს რა იმაში ინგლისურ ინტერვიუში და ის რა ქვია მაძლევდა სულ თავისუფლებას და მე ის რა ქვია როილ რომიოი და მგონი მისულა და უთქვამს იმისთვის ფრენსისლისთვის რომ ესო ფეხბურთელზე უმეტად თუ ისაა აი ცირკის ჯამბაზის დონეზეო ეხერხებაო ის ქვია ფეხბურთის თამაშიო და იკარგებაო გარკვეულ მომენტებშიო და ასე და ფრენსისლის უთქვამს რომ თქვენო ითამაშეთო 4-4-1 და კინკლაძეს მიეცით თავისუფლება სადაც უნდა იქიაროს ცალკეულოს და მე ის იყო ფერგიუსონმა რომ მოიგონა ტერმინი მოდრეიფე ათიანები ანუ კაცი რომელიც თამაშის დროს გარკვეულ პერიოდში ყვინთავს რა და შეტევის დროს ჩნდება ისევ იქიდან გამომდინარეა რომ ახლა შეიძლება ვერ ერბინა 90 წუთი ახლა გვარდიოლას უმაგას ამბობს რომ ფეხბურთელი თქვა 9 წამიან რივოქს რო გააკეთებს მესი ხო საერთოდ ეს ბოლო ისა ბარსელონას ბოლო პერიოდი და ეხლა იქ მაიას არ დადის ხო არ დადის რაღაც საჭირო მომენტში რაღაც 10 მეტრს გაიქცევა და აკეთებს თამაშს რა და თვითონ თქვა მე ესე გვარდიოლა მითხრაო ეგო რომ ეგრე იყავი კი ბატონო ხო 9 რა ქვია იქ სადღაც არის ესა მიძინებული და უცებ რაღაცას 9 წამიანი აჩქარება გვარდიოლას მომენტი 6 წამიანი ის რა ქვია დასვენება უნდა იაროს ფეხბურთელმა იმიტომ რომ იქ ჯერ დატვირთვა ამდენ პელე თავის დროზე ჩიოდა რომ წელიწადშიო იმას გვათამაშებდნენ 50 თამაშს ტურნეები როცა ქონდა სანტოს ხო და ახლა 100 თამაშებზე ადის ის რა ქვია პლუს ამას ვარჯიშები ორჯერადი რა ქვია და პლუს ეს თვითონ ეს მწვრთნელის შეგნებაზე და ფილოსოფიაზეა დამოკიდებული ხა ეთნაირი დატვირთვა სიტყვაზე არ უნდა მისცე კინკლაძეს და ვინმე მაკდერმოტს ან რაღაც ეგეთ რა თქმა უნდა ცოტა სუმთლად იდგეს და სიტყვაზე ვამბობ რა ხო ვიღაც ვიცი ვინ არის მაგრამ ხო და ნუ ლივერპულში რო თამაშობდა სიტყვა ისე ვამბობ გვარი ისე ვთქვი რა ხო და ნუ გაია სტეფან ენჩოსი ვთქვა ლივერპულში ხო და ის არის რა ქვია განა საერთოდ უნდა გაათავისუფლო ყველაფრისგან მაგრამ ერთნაირად როგორ შეიძლება მოთხოვო ორ სხვადასხვა სტილის ფეხბურთელს ხო და არიან კატეგორია რაღაც ფეხბურთელების რთული ტიპები რო არიან რომლებიც თხოვენ რა ხო აი ლაბანოვსკის რაც ხონდა ვთქვათ რა და ლაბანოვსკისთან მას ვერ ითამაშებდა საერთოდ ჩანსი არ ქონდა ხო კახას პირველი პერიოდი ხო გას მე მამამისის მონაყოლი მახსოვს ტელეფონზე მირეკავდა კახას მონაცემები მაგარი ქონდა თან მონაცემები ქონდა გენეტიკით მამამისის ფეხბურთელი იყო და ძლიერი კაცი იყო კარლოს და გადმოცა თან მოცეკვავე იყო კახაც ცეკვავდა რა ყესები ყველაფერი ნორმაში და რამეში და პირველივე იმას ვარჯიშებზე საკაც დაყავდა თოთახში და ხო და შეეძინებდა და ხო ის სუღებდა იმას წერია იქ რა ქვია ფეხბურთელებს ყველა მაღალმთიანი შეკრების წინ აკონსერვებდა ყინულში და მე უკან უსხამდა ისევე და ისევე წითელი ბურთულაკები რო ერთ რო წითელი ბევრი ყოფილიყო და მე შეჯიბრებაზე რომ სუდარბოდი პლატინი მოთხრა ჟირესო ირბინონ იმ 86 წლის ჩემპიონატზე რო ერთ-ერთი თამაში საფრანგეთას მაშინ ხო კიევის დინამოს ბაზარზე იყო ახლა ასე უნდა გაუშვირბინონ კოტე 25 წელი რაც გიფიქრია რაც ხო ეს კონკრეტულად ახლა რა თქმა უნდა წიგზე არ ვფიქრობდი ამ იმაში მაგრამ ყოველთვის მაინტერესა ამის წინ აჩის ველაპარაკი არველაძეს და რაღაცა ჩანაფიქრი არის იმაში სილქში ხო და ის რა ქვია შემეკითხა რატომ მეო
სპორტის მაინტერესებს ხალხი რომელიც თავის ტკივილზე გადადის და მე ცხოვრებაში რაღაცას 28 წლის ამახა აჩიმას თვითონ რა ფეხბურთს ხო ფაქტობრივად იმის მე წვალობდა ხი ფაქტობრივად ეს ეხლაც რო თამაშობს ეხლაც ასეთი ხალხი მაინტერესებს რომ რატომ როდგას მაგის ცხოვრებაში კითხვა ყველა ცხოვრებაშია ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს მაგრამ როცა ამ სიმაღლეზე შენ გაეცე თვითონ პასუხი მაგ შევეცადე რა თქმა უნდა შეიძლება გულობყვილო პასუხია იმიტომ რომ ეს უნდა იცოდეს შიგნიდან რა თქმა უნდა ლაპარაკის დროს უფრო მეტი მეწოდინებოდა და ახლა კი ყველას ველაპარაკე რაც შემეძლო ყველაფერი წავიკითხე ვთქვათ რაც არსებობდა იმას უყურე იმიტომ დიდი დროც მქონდა და ყველაფერი მაგრამ აი საბოლოოდ რატო არ ვიცი მაინც რა იქ რა ხდებოდა თვითონ აი საინტერესო ფიგურაა იმ ხრივაც რომ მიუხედავად იმისა რომ აი ცოტა ესეთი დღევანდელ ფეხბურთში ზოგი ამბობს რომ ფლეგმატური ფეხბურთელი იყო და ასე ტრაუმიანი საერთოდ არ იყო. აი ეს ისე სკალპელი არ არის. აი ესეთი რაღაც დიდხნიანი ტრაუმები არ ქონია. უმნიშვნელო ესენი. ხო. იმიტომ რომ აი ის რა ქვია, სულ გენეტიკაზე რომ ვლაპარაკობთ, ახლა იქ არის თვისებათა მემკვიდრეობაზე ლაპარაკი ინგლისელებს აქვს. ერიკ ნაიტი რო ლასიში მბრუნდება მაგის ის რა ქვია ავტორი. მაგას აქვს რომ არსებობს თვისებათა მემკვიდრეობა და გენეტიკური მემკვიდრეობა. მამამისი თუ გახსოვთ ბატონი რომიზონის აღნაგობა რაღაცა სპორტსმენი იყო, ის იყო ზრდიდა სპარტანულა თუ კიბეზე ადიოდა კენწვლით. ეს ყველაფერი ცეკვაში დადიოდა, მყესი გავარჯიშდა ის რა ქვია. მე სუბურთს თამაშობდა. ეს დამსა რაც ითამაშა გიომ მეტი წილი არის მამის დამსახურება. თან ყურადღება ის გიწერია ხო? მერვე სართულზე ლიფტით. კი, ყველაფერი შენი სტატია სიტყვა-სიტყვით. და სხვათა შორის იგივე საკეთებდა თურმე ის ნორვეგიელი ოდეგორის მამა. სხვათა შორის ისავდა ლიფტს სპეციალურად არ მუშაობს ლიფტიო ატყუებდა და კეთილინებე კენწულითადი მერვე სართულზე. სხვათა შორის ილო მაგაზე მაქვს გამახვილებული. ხო, კენწული. ის რა ქვია, მაგაზე მაქვს გამახვილებული ყურადღება რა, მამაშვილობის, იმიტომ რომ რა ავტობიოგრაფიებიც ვნახე სლატანის, უილიამსების ის რა ქვია ტენისში, დოკიჩის მამა დამირ დოკიჩი, ის რა ქვია, არის მამა. ყველა და იბრაგიმოვიჩიც რა თქმა უნდა რა, ის რა ქვია, ყველაზე მეტად იბრაგიმოვიჩის მამა მაჩვენა ხასიათი, იქ მიუხედავად იმისა, რომ სმელი კაცი იყო, ასე ვთქვათ, არ შემდგარი კაცი იყო ცხოვრებაში, უდიდეს გავლენა ჰქონდა იბრაგიმოვიჩზე. დაწყებული ცარიელი სლავოსლავის მამაც ხო ეგრეა ლივერპულის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მამებს იმას მით უმეტეს ახლა იმ პერიოდიდან მოვიდივართ ახლა ცოტა რაღაცები სხვანაირი მიდგომებია მაშინ უფრო იყო რა ბავშვები ახლა გავაკერბეთ ჩვენ და არ შეიძლება რაღაცა მაშინ სიმკაცრე იყო რაღაცები იყო და იმათი მონაყოლი და ავტობიოგრაფიულ წიგნებში რასაც უყურებ დედას პატივცემენ იმიტომ რომ დედის სიყვარული მოდის საგზალივით, იბადები და გიყვარს, იმიტომ რომ ნათესაობა სულიერ ფიზიკური კატარ და мама გმირი ხდება მას მე რაც შენ სიყვარულს და პატივისცემას მოიპოვებს. სულა ბიჭი შულსა და მამას შორის რომ შენ უნდა ექცე მაგალითად ოღონდ შენი საქციელი და რაღაცით და მიაღწია გიოს мама. ცხოვრებულმა მიაღწია მაგას, იმიტომ რომ ბოლომდე პატივცემდა მამამისის იმას და პლუს პატარაობაშიც უსმენდა. აი ყველაფერი მე ვიმალებოდიო გიოს ვარჯიშის დროს ერთ ინტერვიუში ვარ დავინახეო და ან კაიპას ან რო გააკეთებდა ან გოლში აგდებდა თვალებით მეძებდა სულ პატარა რო იყო რა ანუ ამის შეფასება მიაშტა ყველაზე ფასებულა და მე იზრდები ამაზე განსხვავებით არისგან რომელმაც აფრიკაში ჩავიდა მამამისის იმაში ფესვებში ხო და იქ აჩვენა ნათესაებს ყველა სოფლიო ჩემპიონატის მე 98-ის მე რომ ძალიან მიბმულია ამაზე და იმაზე ფესვებზე და რაღაცა და მე იქით აღარ გავუხედე და მამამისაც ერთხელ ჩავიდა დაანახა თავი ყველაფერი მამა უზრუნველყო ოღონდ მე გაიყო რასაც ქვია რა სამანიშვილის მოსავთ ხო მე უკვე აღარ ეთქობა ის ზედმეტი პასუხისგებლობა ქვია თუ რა უნდა და იცით რა ყველა თაობას ყავს ალბათ თავისი გმირი გიო მაშინ თამაშობდა ესე დღევანდელ ფეხბურთში სხვანაირად ითამაშებდა არავინ არ თქვას რომ ეხლა დღეს ვერ ითამაშებდა რატო ვერ ითამაშებდა ამას მოერგებოდა ხო არა ხო არის რომ საუბრობ მე ხოლმე პელე დღეს ვერ ითამაშებდა და
რა ვიცი ხა სულელი ეს რა მოთხოვნებიც იყო რა მოთხოვნებიც არის ყველა თაობას თავისი გმირი ყავს ხო თუ სხვა სისწრაფეები იყო ფიზიოლოგია და ფიზიოთერაპევტები სხვა იყო ამას სისწრაფე აკლდა რა ადამიანის ან გამჭრია ყველაფერი ქონდა აბსოლუტურად ორგანიზმი რასაც მიაჩვევ იმას გააკეთებს ორგანიზმი და ხო არა ამიტომ გონია რომ არასერიოზულია ხოლმე ეგეთ საუბრები როცა არის ახლა ადარებენ ხუჩას და ყიფიანს ხო აი ხუჩას და ყიფიანს ადარებენ ახლა მასიურად ხდება რა რომ ის რა ქვია ჯერ თავარ განსაზღვრელი მაგ ქარიზმა ის კაცი რო აკეთებდა იმას გინდა აი მე მახსოვს ძალიან პატარა ვიყავ მაშინ დასაევს რო წვიმაში გოლი გაუტანა 4-2 შენ არ გემახსოვს ნასოკით რო ნანახი მაგ კაცს ხო ერთი საჯარიმოდან გაუტანა ნასოკი და ერთი თბილისურ წვიმაში მეორე კარებში შორიდან 4-2 წავაგეთ ის თამაში მაშინ ეს მოგებული თამაში არასდროს არ უნდა შეადარო იმიტომ რომ ის თავისი ეპოქის გმირი იყო მე ახლა არგენტინა მიყვარს თქვა და მე მესისტი ვარ მაგრამ არასდროს არ დავაკნინებ არც რონალდოს და მე ვერ ამარო დავაკნინებ მაგრამ იმაზე ლაპარაკი არ შევაჯიბრებ არასდროს პელეს და მესის და თქვა მარადონას ჩვენ მარადონაზე გაზრდილი ხალხი მე ვარ იმის აურიდან ვერ გამოდივარ დღემდე მაგრამ იქ რო ითვალო გოლები იქ ითვალო პასები ითვალო ის რა ქვია პროფესიონალიზმი და რაღაცა მაშინ შეიძლება მარადონა ასეულში ვერ მოახვედრო ხო არა სტატისტიკა აქ ცოტა ისეთია ხოლმე ასე წარმოიდგინე რომ 30 წელი ხო გავიდა კინგლაცაზე და აი ახლა რაც თქვი რა მარადონას იმედან ვერ ვარ თუ გამოსულებია ეგრე ვართ ახლა ჩვენი თაობა ახლა ჩვენს უმცროს თაობას აღგულისხმობ რა ვისაც არ აქვს ნანახი და აი ჩვენ რა ახლა წარმოიდგინე რომ დღესაც კი ესე აქტოვანებთ ლაპარაკობთ არ და რაკნა ერთი სეზონი ითამაშა რეალურად ხო რასაც ქვია ფეხბურთი ითამაშა ერთი სეზონი. ხო, აი რაღაც ვარსკვლავური ფეხბურთი მართლა ერთი სეზონი იყო ის 95 რა. აზრად მომივიდა დავწერე მაშინ ზამთრის ბაღი ჩაფერფლი ლავაზე მეთქი რა. მე აი ბოლოს რაც იყო რა გიომ მანამდე ხოვიდა ლავე ვულკანი იყო. მოვარდა, ყველა დააჯერა, ყველა თავში აყვარა და რაღაცა და მე არ წავიდა ისე ყველაფერი და ამ ლავაზე რო იმას ზამთრის ბაღს გააშენებ ისე იყო მაგრამ ვულკანზე არავინ არ ფიქრობს მარტო იმას პალმებს უკვე ესე იგი 96 წელს ევროპის ჩემპიონატზე იყო ზურა ჩვენი ფოცხვერია ჩვენი გამომცემელი და დათო გაკაბაძე იყვნენ ევროპის ჩემპიონატზე და მანჩესტერში ცხოვრობდნენ რა ისე მოუწია რომ ამათვე საინტერესო თამაშები იქ იყო იქ ახლო და ერთ თავისუფალი დღე ჰქონდათ და გადაწყვიტეს მეინ როუდზე წასვლა სიტის მაშინდელ სტადიონზე და უკვე ეს იყო შებინდებული და რაღაც ავტობუსი მოვიდა ამ მეინ როუდზე მიმავალი მოკლედ და გაჩერდა და რაღაც ეს ტრაფარეტი ამოატრიალა ამ ძღოლმა და რაღაც ფარეხში მივდივარ რა მორჩაო რა ესა კარებები დაკეტა და მიდის რა ფარეხში დაამთავრა სამუშაო საათი და ესენ განანე კართან და ამ ძღოლმა შენიშნა ეს სურა და დათო და საიდან ხართო თქვენო რა გიდათო და მათ ქართველები ვართო რა და ეს კაცი ესე აენთო თურმე წამოხტა იქიდან თავის იმედან და აღარ მივდივარ ფარეხს თქვენ სად მიდიხართო და ამათ ჩვენო მეინ როუდზე გვინდაო მისვლა ნახო დაჯექითო კარი გაახო და ეს სარიელი ავტობუსი ეს ჩვენე მიაბრძანა იქ მეინ როუდზე რომ წარმოიდგინე თინკლაძეს იმეთ რა ქვია ხათრით რა და ერთი უთხოვია ამ ზურასთვის და დათოსთვის კაგრას რო აპირებდა უკვე აი ეს ლაპარაკი რო იყო მიდის მოდის რაღაცა და გეხვეწებით ოღონდ ერთი ნაბიჯი არ გადადგას იუნაიტედში არ გადავიდეს სადაც უნდა წასულიყო სხვაგან რა აი სარბელი საუბილო ნომერი რო გამოუშვით იქ ზურა მეძველიას მონაწილე ინგლისურ გაზეთებიდან რა არ არსებობს საზომი არც ერთი იმის რა ქვია რომელიც ამის ოსტატობას გაზომავდა იქ იყო ჟუნინიო იყო მაშინ ის რა ქვია შინოლა კანტონა ბერკამპი მოდიოდა ანუ მაშინ ჩდებოდნენ ეს შემოქმედებითი ის რა ქვია ფეხბურთელები პრინსმანი აი მაგ პერიოდს ისევ მაგ პერიოდს 80 და რომელია 15 თუ 16 პრემიერ ლიგაში ქონდა მესამე ხელფასი ჯერ ხო არ ქონდა ისეთი ხელფასი აი ყვარას სავით იყო რა და შეიძლება ცოტა უფრო მეტად განსხვავებული რა თლად ბოლო ხელფასი არ ეკნავდა მაგრამ არც ესა ტოპ ხელფასი ტოპ ფეხბურთელს და
მერაბ ჟორდანიამ მოყვა აქ, რომ მესამე ხელფასი გაუკეთებო რა იმ პერიოდში კანტონას ჰქონდა პრემიერ ლიგაში, მე მგონი შირეს და ამას. წარმოიდგინე პრემიერ ლიგაში მესამე ხელფასი, ეს რამხელა ეს არის იმ პერიოდში. აუ აჭამა რას თქვი, რომ ხო ამდენი ხანია გიოს ხიფში ვართ ყველა და ამ დროს არის აბსოლუტურად არა თვითრეკლამირებადი ადამიანი და არასდროს არ ის რეკლამირება 2 წელია ვეხვეწები მოდი მეთქი არასდროს არ ფიქრობს ხო მიზანმიმართულად ხალხი ცდილობს თავის წარმოჩენას რაღაც ზოგი ტექნიკურად ზოგი ისე რა ქვია აშკარად ითხოვს და რაღაც არაფერი ამ კაცს მაგისთვის არ გაუკეთებია გარდა თავის ფეხბურთისა აი ეგეთი ხალხი მართლა მიყვარს აი რაც თქვით აი იმან ერთხელ თემურლოდ კიფანიძემ თქვა ჩემთან საუბარში რა როცა მივედი გონი არც იცის რომ ეგეთი მაგარია ეგ იქნება მე მგონი გენიოსის თავი ნიშანი ეგა რა ის რა ქვია თავისი იმას ნიშანთვისება რაც აქვს და რითაც გამოირჩევა იმას არაფასებს იმდენად კი ბატონო და იმდენად უბრალო და ის არის აი რომ მაგასაც ვერ ხვდებოდა რამდენად მაგარი იყო ეხლაც ვერ ხვდება შეიძლება კი არა ეგრე იქნება იმიტომ რომ აი რა ვიცი როგორ გითხრა ხო გეუბნები 2 წელი ვეხვეწები როგორ ანაერად გინდა ტელეფონით იმდენი ჩემი ისე აქტიური ჟურნალისტიკის პერიოდში იმდენი არ დამირეკია გიოსთან იქ ინგლისში მანჩესტერი როგორც ეხლა ეს ბოლო 2 წელი აბა მაშინ მე რა უნდა ვთქვა კაცი კარგად ავიცნო ხო რა ვიღარ ჩავთეთ მაგრამ ნუ აზრი არა კახამ მითხრა კაჭარავო წიგნი რომ მივეცი ჩემი ნება რო იყოსო და ვაპატიმრებდი რატო არ ითამაში უფრო მაგრად მაღალ დონეზე თუ ფეხბურთი ხო აი ამ ისტორიას მოვყვები ეს სახალისო იყო გპ-ში როცა ვაბარებდი 94 წელი იყო და ექსტერნად მაშინ რაღაც ექსტერნად ჩაბარებები იყო და თავისუფალი თემა შეგეძლო დაგეწერა და დავწერე ამ კინკლაძეზე, არველაძეებზე, ჯამარაულზე, მაშინდელ დინამოზე რა რომელიც ძალიან გვიყვარდა რა იმ თაობის ბიჭებს და გულშემატკივარი აღმოჩნდა რექტორი რა და ისე გაუხარდა აი ჩამი ციკციკა კაი ნიშანი იქვე ხო მე ამ დროს ისე გავაკეთე რა შემთხვევით არა ძალიან ის რა ქვია რომ მიდიხარ თქვა ხო გიწევს ყოფნა საზღვარგარეთ და იმას აი სავიზიტოს რო უძახით რა ქართველი მაგალითად შეხვდი ბალანჩინის ორკესტრის პირველი ვიოლინო იყო ხნიერი ქალი რა და როცა გაიგო რომ ქართველები ვიყავით ჩვენ ეგრევე გაგვიხსენა რა ის რა ქვია თავის მაესტრო და ვართ იმაში ნიუ-იორკში ებრაელების უბანში და იქ იყო ერთი ინგლისიდან ჩამოსული და ჯორჯიან და ეგრევე კინკლაძე გაახსენდა ანუ სხვა არავინ და იმას როგორც იტალიელებს ვინც იყო ტურისტად თქვა ჩამოსული და გადაკვეთა მოხდებოდა იქ კალაძე ყველა მიცოდა მაგრამ კინკლაძე ინგლისელმა აუცილებლად იცის რა ცოტა ისეთ თაობა თუ ანუ ეხა იტალიაში კალაძე იყო და ეხა ჩაანაცვლა ახლა ხვიჩა რა ეხა საფრანგეთში კოტე ეხლა ახსენე ამერიკა ახსენე და გითხარი შენი ცხოვრების შესახებ რა ჩვენ მოგვენატრე და დარწმუნებული ვარ შენს მკითხველსაც და აგერ ახლა გაიხარებ შენი მკითხველი რომ ეკრანზე გამოჩდი და გითხარი ამერიკის მოქალაქე ხარ ხო? კი ეს რა ქვია ამერიკის ჩემი თავგადასავალი ამერიკაში არის სუშრომის თავგადასავალი რა როგორც ხდება ხოლმე იქ ნულიდან დაწყების თავგადასავალი 2008-ში ომის მერე მოგვიწია ჩვენ წასვლა ნოემბრის თვეში და მე ყველაფერი იყო მე ჩემი წარმოდგენები მქონდა რა თქმა უნდა რომ ეს მაშინ და ინფორმაცია არ იყო კიდე ხალხიც ამდენი არ მიდიოდა ახლა ბევრია ძალიან იმაში განსაკუთრებით ნიუ-იორკში და ბრუკლინში ქართველები ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდები ქართულ ლაპარაკს უკვე და არავის არაფერი არ უყურს და მაშინ სადმე ქართულ ლაპარაკს რომ ესმოდა სულ 16 წელია გასული რაღაცნაირად ბედნიერი ვიყავი და მე გრძნობიარეობიდან ხასიათიდან გამომდინარე სხვანაირად მეხაროდა და მეგონა ის რა ქვია ამერიკაში კი ამერიკა თქვა და რამე ჩემთვის იყო ომში წასვლა სწავლეთ რა რომ იქ არ ვიცოდი რამე და მიუხედავად იმისა რომ კლასელი დამხვდა ჩემი ეს რა ქვია ქუთაისში ფიზიკა მათემატიკაში სწავლობდით ერთად და რობერტი აკამლაძე რომელმაც ყველაფერი გამატარა ძალიან იოლად და ხოა გამონათქვამი რომ ის რა ქვია მეგობრობა ის კი არა შეიძლება უფრო იოლია მეგობრისთვის ერთხელ მოგტე ცხოვრებაში ვიდრე ყოველდღე უმტკიცო რომ მეგობარი ხარ და რობერტი მირეკავდა მაცნობდა დავყავდის რაღაცას და მე რასაც ის ქვია დამოკიდებულება იყო ჩემი ძალიან ისეთ ჩაგეტვა მინდოდა და რა და მე სამშაოს რო იწყევი იქ ეჩვევი ამას დალაგებულ სისტემას გრაფიკს და იმას და დრო გადის ძალიან ჩქარა ამბობენ რომ იმაში ციხეში დრო გადის ჩქარა იმიტომ რომ ერთფეროვნება ყლაპავს დროს და ამერიკაშიც როცა სამუშაოა იქ
განსხვავებული ხელფასია ვთქვათ, მაგრამ მე რომ მომენატრებოდა სპორტი ვთქვათ და ჩემი საქმე მე მოგვიყევი რა სპორტის მხრივ სპორტული ამერიკამ ხო სპორტული გავდიოდი ის რა ქვია სახთან ახლოს იყო დიდი ის რა ქვია პარკსაიდ ქვია იქ ავარჯიშებდნენ ბავშვებს და ის რომ ნახე რომ გოგოები და ბიჭები ერთად ვარჯიშობდნენ პატარები მაშინ მივხვდი რომ ის რა ქვია ცოტა ძნელად მიაღწევდა რამეს თქვათ ის ამერიკულ ფეხბურთს სოკერზე ვლაპარაკობ იმიტომ რომ არეული იყო ანუ გენდერული ბალანსი იყო მწვრთნელები ყველაფერი მოწესრიგებული ფორმები კაი ის რა ქვია გარემო ყველაფერი მაგრამ გოგოები და ბიჭები ვარჯიშობდნენ ერთად რა ის ეგ რანაირად ხო მაგრამ მე რაღაც ასაკისნარი ალბათ ხო ახლა ეს ნიუ-იორკია თქვათ სადაც კი ახლა Red Bull-ი არის და City არის, New York City არის გუნდები. მას მერე უკვე უფრო მეტი ყურადღება მიაქცეს, მაგრამ ძირითადად მაინც იქეთ ფლორიდისკენ, მაიამისკენ, სადაც ლათინოსების მასა, რომელიც დაინტერესებულია ფეხბურთით, იქ უფრო. და ნიჭიც მეტი აქვთ რა. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი ქართველებს რო შეხედავ პატარა რაღაცა სხვანაირად მოჩანს რა ბურთთან დამოკიდებულებას ის ხარტი იქ უფრო დაყენებული იყო ყველაფერი მოწესრიგებული დისციპლინირებული მაგრამ ისე ვთქვათ იმას 2 წელი დაჭირდება ალბათ ამას 1 წელი დაჭირდება ერთი და იგივე დონეზე მისასვლელად რასაც უყურებ მე მრავალმხრივი ხალხია ყველაზე კაი მაინც რო უყურებდი კალათბურთი აი ის რა ქვია უბნებში ამერიკული ფეხბურთი რა თქმა უნდა ეს არის დიდი მოვლენა საერთო სახალხო მოვლენა ის სუპერბოულის და თამაშის და ყველაფერი, მაგრამ ეს აი როცა ტელევიზორშია სუპერბოულის ფინალი და რამე იქ ჩათვალე რომ ქვეყანა გაჩერებული ძალიან უყვარდა და მაგ მე კარგად ვერ ვერკვევი მაგაში არა ვარ მაგით დაინტერესებული მაყურებელი, მაგრამ რაც წამიკითხავს ისთვისაც განსაკუთრებულ დიდ ყურადღებას აქცევენ აი უკან გამთამაშებელი როა რომელიც პირველ ბურთს აწვდის. ესე ფაქტობრივად მათემატიკის დონეზე უნდა იცოდეს ის რა ქვია კომბინაციები იმდენი კომბინაციაა და გამნაწილებელი რომელიცაა. შედარებით პატარა ტანისაა. ხო, შედარებით პატარა ტანისაა როგორც ესე იგი, მაგრამ ის რა ქვია. ბეისბოლზე პოპულარულია. ეს სუპერბოული ბეისბოლზე მაგრამ. ხო, სუპერბოული. ამერიკული ფეხბურთი, მეორე ბეისბოლია, მერე მოდის კალათბურთი, ჰოკეი და მერე სოკერი, მეხუთეა სოკერი, მაგრამ მესის ჩამოსვლის მერე იქ არის ქალაქია პატარა ჰარისონ, ნიუ-ჯერსი, ნიუ-იორკთან ახლოსა 1 საათის სავალზე იქა 25000-იანი სტადიონი ააშენეს ნიუ-იორკ Red Bull-ისთვის. აი ჯორკაევი რო იყო ეს, რა ქვია, იმ პერიოდში, ასე ვთქვათ, სკაუტი მაგ გუნდის და არის ჩაყვანა და ის რა ქვია და მაშინ მიდიოდა ცოტა ისეთი ის რა ქვია. და ისეთ არაფერი არ ჩანდა რა კი ხალხი მიდიოდა ამ სტადიონს სანახევროდ ავსებდა ყურადღებას აქცევდნენ იბეჭდებოდა სტატიები მაგრამ მე მივხვდი რომ სოკერი გახდა პოპულარული მას შემდეგ რაც ამ იმაში ჰარისონში მიუხედავად იმისა ნიუ-იორკის გუნდზე თამაშებოდა მაიამი და ისე მოგვიწია ჩვენ წამოსვლა ის რა ქვია რომ გადავკვეთეთ ეს მასა ხალხის რომელიც თქვა მოკლეებზე მიდიოდა სტადიონისკენ რა ყველას ამ ნიუ-ჯერსელებს და ნიუ-იორკელებს ეცვა მესის მაიკ. ის ვარდისფერ მაიამის მაიკ. პრინციპში ეგ იყო მიზანი, ხო, რომ მესის იქ უთხრეს კიდევაც რომ ის რა ქვია შენ გექნება წილი ამ სარეკლამო შემოსავლები. კოტე შენ როგორ ფეხბურთი რომ ესე გაპოპულაროს აშკარა. აი ამის მერე შეიცვალა. არის ხო, ეტყობა. და ძალიან მიხარობდა ხოლმე რომ იწევდა გავლა იმას რა ქვია აი ჰოკეის თამაში როცა ნიუ-იორკის რეინჯერსი როცა თამაშობდა. იმას ახლოსა იმასთან ცენტრალური სადაცაა რა 52 ქუჩა მედისონ სკვერ გარდენში ხოა ხოლმე ის რა ქვია და იქ რომ მიდიხარ და ყველას რომ ჰოკეის ფორმაცია და მარტო ნიუ-იორკის შტატი კი არა იქ პენსილვანიიდან ჩამოვა ნიუ-ჯერსიდან ჩამოვა და ყველას თავის საყვარელი ჰოკეისტების ის რა ქვია მაიკები აცვია და ხალხი რომ ასაც ქვია ჭერეხივით რო ყრია რა იატაკზე მეტროს ამოსასვლელებში და მე შეგოდებიან როდის შევლენი იქ და მე დღეს ვასწავლობ ესე როგორ მიყვარდა და ეს ეთყობა იმას აი მაგ თამაში ნიუ-იორკ რეინჯერსის თამაში ეთყობა მახეთენს მაგრად რა რო თამაშის დღე აი თამაშის დღე როა შუა დღიდან იქო ღამეა სიბნელეშია უკვე თამაშები და ისა ქვია კი რა თქმა უნდა ბრუკლინეთს იყავს მე კაკრას იმ პერიოდში მომიწია იქ ყოფნა როცა იმან იყიდა ებრუსი ოლიგარქი მილიარდელი რო პროხოროვია თუ რა გვარია ის ბრუკლინეთში რო იყიდა რა და ააშენეს იმაში ატლანტიკ სიტი ქვია იმ დიდი არენა თქვა და დიდი ფული ჩადეს და რა მაგრამ მაინც ჰოკეი უფრო მეტად ეთყობა ვიდრე კალათბურთი იმას მანჰეტენს და ბრუკლინს
აუ ჰოკეი როგორ მიყვარდა რა და რაღაცნაირად. ხო, ჩვენ ახალგაზრდობაში მაგარი პოპულარული ტრადიციული ხალხიც ხო ეგენი აი ოჯახში გადადის თქვა ბაბუადან მამაზე, მამიდან შვილზე, როგორც თქვა აი კორპუსში შეიძლება ცხოვრობდე და 2 ან 3 ოჯახს ჰქონდეს ნიუ-იორკ ტაიმსი თავის შეფუთვით გამოწერილი და იმას რომ ამ ტრადიციულ ოჯახებს რა. ზუსტად ასეა. აი შენ როგორ ფიქრობ კოტე ეს მესის ჩაყვანა საერთოდ MLS-ის ეს არ ვიცი ხელოვნურად გაპოპულარება თუ ისედაც გაპოპულარება ეგ ზუსტად არ ვიცი იმოქმედებს რომ ამერიკის ნაკრები გაცილებით უფრო მაგარი ნაკრები გახდეს და რაღაც გარკვეული პერიოდის მერე ნუ აი რაღაცა გრანდებს მიუახლოვდეს რა როგორ ხა მეგეთ ის რა ქვია სარბელში კობას ეხსომება მაშინ ლუშენ მე მოდი კანევსკი რო იყო თუ გასულ კიევის დინამოსი სტუმრად რო ყავდა მოწეული ვით ჯორჯიაში რო იყო ჯორჯიაში რო იყო კანევსკი მე იქაც შევხვდი მე მაგას ოდესის ჩერნომორეც საპატიო პრეზიდენტი იყო იქ ყავდა ბრუკლინის სამხრეთში გუნდი რა მაშინ თქვა კანევსკიმ რომ სარბელშოცა იყო აი ამერიკელებიო აპირებენო სოფლიო ჩემპიონობას 2000 დასაწყის 10-ის მერე მალეოდა რა მაგრამ საამაგრა იციან ფულის კეთება ფეხბურთიდან სოკერიდან ახლა ფულის კეთება და რას მიაღწევენ და როგორ არ ვერ გეტყვი იმიტომ რომ ჯერ არ ეტყობა ამერიკას სოკერი იმ დონეზე რომ აი საერთო სახალხო ის იყოს გატაცება რა თუ კი მაგას შეაქვს 40 წლისე 40 წლისე საერთოდ არ იყო ხო ამერიკაში ბურთი გვალი იყო თუ 4 კუთხედი არ იცოდა რა მაგდონეზე თუ კი მაგას შევატყობ აი თუ კი ბიზნეს გეგმა დასახეს სოლიდური დონე აუცილებლად შეასრულა ხო აი სადღაც 20 წლის წინ უფრო მაგარი ნაკრები ყავდათ ეხლა აი დონოვანი რო ყავდათ და ბრედლი და ეს ეხლა ისევ ჩავარდა არა ხო მაგრამ მაშინაც ხო გაგვიკვირდა რა მაგარი გუნდი 4 ფინალი ითამაშეს მერვე ფინალში ო პოპულარულებიც იყვნენ ეს რეინა ის რა ქვია ტრენერი რო ყავდათ კიდე ის იქამდე იცოდნენ საერთოდ ამერიკაში ფეხბურთი რო იყო არ ვიცოდით ხო ეს ხო პირველად გავიგე ის ლალასი და ის ხო ალექს ლალასი ხო და 94-ში რომ მაგრამ კარში მეოლა და ეგეთები. კოტე, ეხლა გადავფურცლე, წიგნე და რაღაც უცებ თვალში მომხდა მასტავოიო. ახაც და ეს უნდა ვახსენოს ურას ალუკვაძეს იმას თალაკვაძეს გავხარდა ძალიან. წიგნიო გადავშალეო და ხედავ კინგლაძის წიგნში მასტავოიზე წერია. ხო, რაღაცა ეხლა მეც უცებებს გაედა რა, მოგყვება. თავის სიმპათიებიდან გამომდინარე ურას სიამოვნა. ხო და რა ხდება ის რა ქვია. იქ მასტავოის უწერია ინგლისურ ფეხბურთზე რომ მიხარო და მაგი ხო მეფეში არ ხვეს იმაში სელტაში როცა თამაშობდა რუსკიცა ხო და იქო მიხარო და ლივერპულს ეთამაშინ ეგენი და გამოაგდეს ლივერპული მიუხედავად იმისა ძალიან მაგრა გვემუქრებოდნენ ხო და რა იყო ესე იგი ბურთს არ უყურებდნენ იმ პერიოდის ინგლისურ ფეხბურთზე ლაპარაკობდა აი ზურამიცოდა მეძველიან ბევრი კუთხური ბევრი აუტი ბევრი დარტყმა და რაღაცა გულუყილო ფეხბურთი იყო და შენ როცა ეთამაშებოდიო გიყურებდნენ შენ და არ უყურებდნენ ბურთს ხო და ისე უბრალო კედლითო შეგვეძლო კაცუცურაკი ვარ რა იმის ჩვენის ან ვინც იყო პერსონალს ვინც გეთამაშებოდაო და სულ მინდოდა რომ იქ მეთამაშე იმიტომ და მე თხოვესო რა იმაში ლივერპულში გადასვლა კონტრაქტი შემომთავაზესო და არ გადავედიო და ეს პასაჟი იყო და მიუყვანიათ მე ის რო იყო ლივერპულში მაკალისტერი მიიყვანეს ის რა ქვია ხო რა შოტლანდიელი ხო ის რა ქვია ბურთი რო შედა კარგი ხო გარი მაკალისტერი ხო და დაალაგა მე იმან ეს და მე გამოჩნდნენ უკვე ეს შინოლა კანტონა მერკამპი კინგლაძე ის ბრაზილიელი ხო ეს იყო ეს პასაჟი იყო მასტავის მეტი არ მაგის ციტატა ამყავს მოყვანი ძალიან მაგრად ჩანს ერთი რამ აი 5 წლიანი დისკვალიფიკაცია რო ქონდათ იმ მეიზელის მერე რო გამოვიდნენ ინგლისური კლუბები დაახლოებით 4-5 წელი საშინელი შედეგები ქონდათ ერთადერთი გამონაკლისი იყო მანჩესტერმა მოიგო თასების თასი ვინებთან ვარდებოდნენ ეხა ბრონდბიუებთან და ოდესეებთან ჩვეულებრივ ვარდებოდნენ ეხა სამაგეროდ როგორ არგო მაგ დისკვალიფიკაცია ხო ნახე ამ კომაგებს გულესმო რა ხო მეიზელის მერე ინგლისში მომხდა რა ეგეთი რამე საერთოდ ხო და ხო არა მე ვამოფრო დონე დაეცა ის რაღაც საერთო ის ამ იზოლაციამ აი დაახლოებით მე ფერგიუსონის მანჩესტერი წამოვიდა პირველი რა ესე პირველი მერცხალი იყო რომელმაც ევროპაში დაიწყო ესე სტაბილურად თამაშდა რა იქამდე იყო გამონათებები რა კომაგობას გულესმო რა კომაგები იქცევიან სანიმუშოდ რა ერთ ორ იმას თავკარიანს თუ არ ეხლა სხვა იმა გაუსწრეს
ხო, ნუ ინგლისი ახლა არის ესეთი ჩვენებელია. ახლა ჩვენები უსწრებენ, მე მგონი, რა დღეს ჩააგდეს ეს სოფხები. ხო, ყველა თავგადასავალი არის მაინ პიროვნების და სისტემის თავგადასავალი. აი რაც ინგლისი მე ახლა გერმანიის სისახა რა ქვია, გულშემატკივარი და მსოდნე და აი გერმანელებმაც რო გააკეთეს თავის დროზე ჩავარდნა რო ქონდათ, დასახეს გეგმა რამდენიმე წლიანი ფრანგად მაგნეს, მაგრამ გერმანელებმა ეს ფრანგული ბავშვთა სკოლები რაღაცა და მე სისტემა ახლა მე საერთოდ ვფიქრობ მესკნა დაწერა მთელი პროგრამა და კიდევაც გახადა ესა ეგრე. აი ხო გახსოვს დორტმუნდის ბორუსია რაღაც თავდასხმელის გარეშე გახადა ესა საფრანგეთის ჩემპიონი, ხეირიანი თავდასხმელის გარეშე. ჩვენი ახლა რა თქმა უნდა ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული და სისტემას ჩამოყალიბებას კიდე პიროვნებაც უნდა ის რა ქვია ტოპ-ტვინებიც უნდა ყველაფერი და ამდენჯერ მიფიქრია იცი რომ აი ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატში რომ ასე ვერ გავდივართ სათანადო დონეზე ამ ევროტურნირებზე რომ ადრე რო იყო თუ გახსოვთ სუპერგუნდის ინსტიტუტი რა ერთი გუნდი მაინც რო იყოს ისე და მე იმაზე სწორება გაკეთდეს ახლა შეიძლება გულობყილო ვერსია ჩემი მაგრამ უკრაინა აქედან კიევის დინამო შახტიორი ასეცა და მე გარკვეული პერიოდი თუ გახსოვს იქ დრეპრი რაღაცა მიდიოდა და აი ზარია რაღაცა ეს პერიოდი უკრაინელები მაგრა იყო ხო აი ახლა ვფიქრობ ხოლმე რომ უყურებ ჩვენ იმას რომ ეგება გამოსავალი იყოს ამ სუპერგუნდში კი გასაგებია ხელოვნურად არაფერი არ ვარ გამარა არ ვიცი აბა ეს ნუ დინამოს ირგვლივ ხო ტრიალებდა იმ 90-იანებში ყველაზე წარმატებული ხო რამდენი წუნდა იმდენით იგებდნენ იმას ეროვნულ ჩემპიონატს და მგონია დინამოსაც შეუძლია ეგ გარკვეულწილად გააკეთოს თუ კი ეხა ქართველი აი საქართველოს ჩემპიონატიდან რო საუკეთესოები მოკრიბოს მშვენიერი გუნდი გამოვა რა რაღაც დონეზე მაინც რომ ისე რომ იბრძოლოს მაინც იქ გასასვლელად აი სასარგებლო აჟიოტაჟი არა ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატში რომ მე სტადიონზე რო გიტყვებ და იქ ახლა თუ გავსვით იმას შოთას წინშია არველაძეს რო გადიო მე უყურე 3-0 რო წავაგეთ იმას თურქებთან ეგენ რო გამოდიან თამაშის წინ ხო და ჟონგლიორობ აი მე ხო იმაში ვიზრდებოდი ახლა თქვა დასავლეთის სამტრედიაში იქ აუჩიკიც იქ ვიყავი და ყველაფერი გუნჩი რო სხვადასხვა მე და კალაძეს იგივე მწვრთნელი ყავდა ნოდარჩი გოგიძე რა ცოტა უფროსი კი ვარ ჩვენ რო დავდგებოდით იქ მიუხედავად იმისა რომ სამტრედია იყო და რაღაც ახლა დარჯანია გეხსოვებათ და ჩემ პირველი დევის დარჯანია ჩემ პირველი და სამტრედიელი ბიჭების პირველი კერპი იყო დევის დარჯანია მე ჩამოდიოდა ყიფიან გუცევ წელიწადში ერთხელ თქვა ლაიფციგის ლოკომოტივი ჩამოდიოდა მოსკოვის დინამოს მოუგეს 1-0 ლაიფციგის ლოკომოტივს 1-1 თამაშის ანუ სასარგებლო აჟიოტაჟი იყო 15000-იანი სტადიონი იყო სამტრედიის და აბონემენტი თუ არ ქონდა გიჭირდა სიარუსო მქონდა პატარა ბიჭობიდან აბონემენტი მე მაშინ არ იგებდნენ კომუნისტების დრო იყო და იქ თამაშის წიგნის ნახევარი საათი იყო ზეიმი ჩვენთვის რა ჯერ ეს ერთი გვესმოდა ფეხბურთელების ურთიერთობა ერთმანეთში და მე დარტყმები სხვანაირი გასახურებელი ვარჯიში იყო მაშინ მწვრთნელები არ იღებდნენ მონაწილეობას ფეხბურთელები კარში ცალკარა დარტყმები სირბილი ძუნძული და რაღაცა ნახევარი საათი იყო კონცერტი ჩვენთვის და არველაძეების ტრაპეზონში თქვა წინა სამაჩო მოთელვა კონცერტი იყო კიდე ჟონგლიორობა რაღაცები და ეს დღესასწაულის შეგრძნება აკლია ჩვენ თამაში იქცა სამუშაო საათი მე ვიცი რომ ძალიან ბევრ თამაშებზე დადიხარ და პატარაობიდან უყურებ ყველაფერს მაგრამ საქმე მინდა რომ ეს იყოს და ზეიმი იყოს სტადიონზე რომ მიიღოს ხო აი სწორი სიტყვა თქვი შე სამსახურია ეს არის რა სამსახურია რა ხო ყოველდღიურობა ჭამს და ერთფეროვნება ეს ყოველდღიურობა და ერთფეროვნება აი ფაქტიურად გან არ არის რაღაც კაი თამაშები ჩვენ ჩემი არის მაგრამ იმ დღეს აი ვათვალე აი ესეთი რაღაცა ლამაზი გოლები აი ვიღაცამ ინდივიდუალურად გაიბრწყინოს ვიღაცამ აი რაღაცა 4 კაცი მოატყუოს ან 3 კაცი მოატყუოს არა ესეთები სამწუხაროდ არ ხანდახან მგონია ილო კიდე შეიძლება ვჩდები ახლა მაინც რეჟისორის თეატრი მგონია ჩვენ გუნდები რა მწვრთნელის იქ სახიობები არ ჩანს ფეხბურთელები პასები ტიკი-ტაკები ქართული ვარიანტები რაღაცები მაგრამ აი ხვიჩას ჩამოსვლან და ზურიკოს ჩამოსვლან თქვა ბათუმში რამხელა ბუმი იყო, რამხელა აჟიოტაჟი იყო, სტადიონიც ივსებოდა. ყვარაც რაღაც მოკინქლაძეო, ხო? შემქმნელი. ხო, რაღაცა ისეთია და გვითხარი შენი აზრი რა. პირველ რიგში ვარსკვლავის დეფინიცია, რომ ვარსკვლავი მარტო არა, თქვა მოტყუება და რაღაცა ჩემი აზრით, რომ ვარსკვლავს აუცილებლად უნდა აურაზდებდეს თავისი რა. შეიძლება 10 ფეხბურთელმა გააკეთოს იგივე და ის არ იყო. მე ამაში მაქვს მოყვანილი არჩილ გოგელიას წიგნიდან ერთი კარო არმატო რუმენიგეზე აქვს წერილი იმას რა ქვია მარადონამ ფინტი გააკეთაო ალტობელი წერს და მე ვეცადეთ ბაზაზე და ვერ გავიმოვიდა რუმენიგეო ხო და გააკეთა ჩვეულებრივად თუმცა არაფერი პირველი იგივე ფინტი
და მაგმა გახსნილი რომ იმისაც რუმენია იყო ძალიან დიდი ფეხბურთელი, ლიდერი ყველაფერი. უბრალოდ დღესასწაულის შეგრძნება, ემოცია თუ რაღაც, აი მარადონას რაც გაყვა, რუმენიას დიდი ვარსკვლავი იშვიათია ფეხბურთის ისტორიაში, ყველა მხრიდან და რა, მაგრამ ამას არ მიყვებოდა თითქოს, იმიტომ რომ ამას აკეთებდა აი ესე, როგორც ალტობელი წეს, რომ ისე გააკეთა, ვითომც აქ არაფერია. ხვიჩას მოყვება თავის ვარსკვლავის აურა რა. პირველად ედით პიაფი მომღერალი მაგან ახსენა, რა რო იმღერა კლუბში შიერი გოგო რო იყო იქიდან მოყოლებული, თვითონ ვიხსენდა ცხოვრების ბოლომდე თურმე როგორც თავის წიგნში წერს, რატო მოვწონდი ამდენ ხალხს. ამის ახსნა არ ქონდა და ხვიჩა მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ბევრი აჯანჯღარა ფეხბურთმა, აი როგორც თქვენთან იყო მოწვეული სუგაკიშვილი მაგის პირველი ტრენერი, ზოგი მარჯვენა მცველთა თამაშობდა, მეუდა უძახეო მორცხვი იყო, ეს ყველაფერი ხო ხელს უშლის იმას, მაგრამ რო იწყებს კეთებას, ამ შექმნას, კეთებაზე უკეთესია, ხედავ რომ ამას ხვიჩას ახლავს ეს აურა, ეს ვარსკვლავის აურა, რომელიც გინდა არ გინდა, ხიბლავს, შედიხარ ამაში და ეს რა ქვია, ყისმათია, გარკვეული საფეხბურთო ყისმათი, რომ სადაც მიდიხარ, დინამოში მიდიხარ, რუსთავში, სიომინთან მიდიხარ, სლუცკიმ შევხედე თუ რა მივხვდი რომ ზედაჭერი არ ქონდაო, ზედათამასა არ ქონდაო და მიდიხარ ნეაპოლში შენი ის მოგყავს სიტუაცია და ახლაც პარის სენ-ჟერმენში წინა კი უფრო მრავალმხრივია ჩემი აზრით და წინა აქ ეს ყველაფერი, აი ვარსკვლავის აურა. ადამიანი, ხო? აი ბადრის რო ელაპარაკეთ თქვენ, მე მახსოვს ბადრის თამაში და ბადრი. ესე იგი სერიოზული მაყურებელი ხარ ჩვენი, ხო? ყველაფერი ჯერესერთი. თან ეს გადაცემები, რომელიც ჩამოთვალა, იყო აი 2 წლის წინ იყო ის ზუკაკიშვილი. რა გვაქვს ახლა ჩვენ ის რა ქვია, თქვენი გადაცემა ბურთი და მოედანი და რამე ის რა ქვია, ბიზნესი და ლევანის არის ჰაიერი ჯანგბადივით ამ ყველაფერში. ამას თუ თან საინტერესო რესპონდენტები ყველა თან ამ ხალხთან ერთად რო იზრდები, როგორც გინდა ჟურნალისტი და არ შეინთავდა და გინდა ფეხბურთი მიყვარდა და იმიტომ მე თვითონ რო თამაშობდი და მე ვეღარ შევძელი თამაში ეს რომ მაქვს დაუკმაყოფილების გზნობა, იმიტომ მომიწია წასვლა ჟურნალისტიკაში, თუ არა 27 წლის კაცი რო იმას წერას იწყებ და ხვიჩა საინგიძე მოვედით. იმაში სარბიელში 27 წლის ასაკში, აი ჩვენ კლასელები ვართ. ხო და იქ ალბათ უკეთესი იყო სხვა საქმე აკეთო, ხო? თუ ძალიან არ გიყავს. ერთ ოთახში ვისხედეთ, აი ქართული ფეხბურთის და ესაა ჩემი, რა ქვია, წარსულიც, სიყვარულიც და თქმელი მოგონო რაც გინდა დაარქვი და ახლა როცა ვხედავ რომ პოდკასტია, მით უმეტეს თქვენზე ხართ მეგობრები, რატო არ იმნაირი ხალხი მოდის კიდე. ახლა შეიძლება 10 წელი გავიდეს ესე გიო ახლოდიანთან ის რა ქვია შეხვედრა ვერ მოვახერხო მე ის რა ქვია, გიო არა ჩემი არ იყოს იმაში რა ქვია გამოდი და აგერ ხედავ ლაპარაკო იქ რამდენი საინტერესო რესპონდენტი იყო, რამდენი ინფორმაციას გებულობ, რომელიც თავის დროზე რო ცოდნოდა ერთ სტატიას დაწერდი კიდე რა. აი გადაცემების უმრავლესობა 80% ისეთია, მართლა არ მინახო მე რომ დამთავრდეს რა, უბრალოდ ამ მას რა უყოთ თორე სიამოვნებს რა ამის ცხოვრობ, ეს გიყვარს. ბატონო, ეს ჩვენ მივა. ხო. სხვათა შორის ახლა თქვი შენ რომ ისეთ რესპონდენტები ყოფილან, ხო, ნუ თელი ეს ნახევარი ცხოვრება მათთან ერთად მაქვს, მათთან ურთიერთობაში მაქვს გატარებული, ხო? სად არ შევხვედრი ვარ, გინდა ოფიციალურად, გინდა არაოფიციალურად. მოკლედ ყველა ვარიანტში და არ უთქვამთ ისეთი ამბები, რაც აქ უთქვამთ. კი ბატონო. ხო, და რა მომენტია ახლაც მაშინ აი 20-30 წლის მერე, ნუ ეხა დაცდენიათ მეთქი ვერ ვიტყვი მაგას, ნუ უნდა თქვა და თქვენს იმიტომ რა. კი ბატონო. იქამდე არ ვთქვა. იმიტომ რომ ამას რომ მოხარშავდა ყველაფერი ხდები რომ ამ გამოცდილების იმას რომ რაც საჭიროა უნდა ითქვას. საქმეს თუ წაგებოდა მე ისა ჩვენ ხო ყველას ფეხბურთის სიყვარულის, საქმის სიყვარულის გვაერთიანებს. იმიტომ ვერ შორდებით აი ამდენი ხანია იმას რა ქვია. მე რამდენი ის იყო ნიუანსი რაღაცას სწავლობ, სიახლეს გებულობ, მაშინ ფეხბურთიც იბადებოდა დამოუკიდებელი ფეხბურთი. ერთი იყო საბჭოთა კავშირში, რასაც უყურებდი მე ვთქვათ დინამო სტადიონი, მაგრამ მე ხო შენდებოდა. მე ის მახსოვს ერთი ის მომენტი დასავლეთში იყო ჩასული ჩვენი უფროსი მეგობარი ჯემალ ჭიპაშვილი. ერთ-ერთი მასზე ხო და მასპინძელი გუნდის ხალხი ის რა ქვია თხრიდა იმას, სადაც ძელებია ჩასული და კარს ადაბლებდა. მნიშვნელოვანი თამაში იყო და წააწყდა ბატონი ჯემალი ამ იმას ქვია ხო და ეს გვა გამოვიდა ხო არი ხო 2-2 და 2-2 დაახვედრე არა საქართველოს ჩემპიონატი იყო რავი რა აი მაგას მოფიქრება ხო ყვითელ სილაზე გაცვლილი რა ქვია თამაშები ის საჩხერის სილაზე ხორცზე
იყო ეს პერიოდი რა. ხო, არა, ისე ანეკდოტური რაღაცეები ხდებოდა ხოლმე ზოგჯერ ისეთი. ეს ხო გავლილი გვაქვს ჩვენ რა. თან თბილად გახსენდება რო აი მოფიქრებას გინდა ხალხი საჯებს რო გამოეკიდა ხოვში. ხო და რა ქვია მანქანით გამოგცეულ ხალხს იმაში რა ქვია აბაში სადგურში დავხვდა. საიდან მოჭრებს და თვითონ არ იცოდნენ. მე ვარ ერთხელ რუსთავის სტადიონთან იქ კუთხური სალამთან ახლოს მან ხო ისა მოჭრილი არის აი რაღაცა კუთხური სალამთან ფეხბურთელი რო აწუდის ახლოს ჯანს რა იქ ვიდექი რა ტიპ კუთხურს აწუდის რა ფეხბურთელი და თან ეგ გვერდზე გამოსძახ ასტონ ვილა რაშურებაო მან აი იქ ხო თან ასტონ ვილა რაშურებაო და იმა რაღაცა უპასუხა რაღაცა ისა და ისე განადგურდა ტიპი რომ კუთხური არ ჩააწოდა ვიღაცას დაუძახა მოდი ჩააწოდე არასასიამოვნონიუსი ამცნო კიდე ის თუ გახსოვთ გერმანელებთან რო წავაგეთ 4-1 ნაკრებში ის პერიოდი იყო რომ მალე მოუწია სამტრედიას და თბილისის დინამოს თამაში და ერთი სამტრედიელის გულშემატკივარი დადგა კარებში ზოიძე იდგა და მთელი თამაში ტაიმ ნახევარი უძახა დევაძე 4 გოლი და დევა არა შეურაცხყოფას არ აღენებს რა კაი იყო 4 გოლი რო გაგიტანეს და 4 გოლი რო გაგიტანეს და ზოი შებრუნდა და არა ვარ დევაძე აბა ვინახარ ზოიძე ვარ კაი ბოდიში აი ნახევარი უძახა აი იყო 4 გოლი ვიცი ისა ზესტაფონში მოხდა ეგეთი შემთხვევა ის კუჭკუჭის ვარიანტი ნაღდი ადამიანი სამსახური გააცდინა და იპოვნეს აქ რა ქვია ტელევიზორში ნახეს რომ ზეიმობდა ზესტაფონ თბილისში იყო ჩამოსული და ზესტაფონელი კაცი ტრიბუნებზე აღმოაჩინეს კამერამ დაიჭირა და ნუ იქ რაღაცა სხვა მიზეზი თქვა არ ვიცი ხა სიდედეს იმას დააბრალა თუ რა იყო და ნუ აი ხუჩაზე რო შემედა ესა სერიოზული საკითხია მართლა რა ჩემი ხუჩა კვარაცხელია ზოგადად არის ჩერეს ერთი ყველა იმას აკმაყოფილებს ბადრიც ფეხბურთელი იყო თვითონ გენეტიკა მოსდევს კაი ფეხბურთელი იყო მომის მე მეორე ახლა როგორც თვითონ ამბობენ მე არაფერს არ ვაძალებდი ბადრი ამბობს რა არც უწყრებოდი არც არაფერი აი გიოს მამას მამარდაშვილის მე ამერიკიდან წვილაპარაკი ერთხელ იმას რა ქვია ავტორიტეტი იყო თავიშვილის და დღემდე რჩევებს აძლევს და რაღაცებს იქ ვარჯიშებზეც მიიყვანეს შვილისთვის იმხელა პიროვნება ბადრი ამბობს რომ დგებოდა თვითონ 6 საათზე მიდიოდა ვარჯიშობდა მოდიოდა იბანავდა მე სკოლაში მიდიოდა და სწავლობდა კარგად ანუ თვითდისციპლინა ჰქონდა გარდა მაგისა ამ რუბინის ბაზაზე რო იყო და რო არ გადიოდა ქალაქში და მუშაობდა ეს ხოა თქვათ კი ხარ რუბინის ბაზაზე მაგრამ ხო არ იყო ძილის და ჭამის ისტორია იყო 1000 ჯერ გამეორებული ერთ და იგივე ვარჯიშის ისტორია ამას სლუცკის ბაზაზე იყო მაშინ თურმე და უყურებდა რა პირველად რო უნახავს იმას რა ქვია ტიშენკოს სკაუტს მოსკოვის ლოკომოტივს 16 წლის იყო მაშინ ხუჩაო და ეთქობა მამუკამ ჯოგელმა დააინტერესა ამ კაცს არ ქონია არავის ნდობა თურმე რა ხნიერი იყო სიომინის კალიბრის და ასაკის კაცი იყო ეთქოდა თვითონ რომ მაჩვენით და მე ვილაპარაკოთ მაჩვენი ახლობლებთან დამოკიდებულებაში როგორია ანუ პიროვნული თვისებებიც აინტერესებდა თურმე და სიომინთან დარეკა ამ ტიშენკომ და უთხრა თურმე რომ ყველაზე მაგარი მოტყუება აქვს ძალიან დანარჩენი კიდე რა აქვს სიომის თუ თქოს 16 წლისაო და ისეთია განსაკუთრებული არაფერი ატყუებს მაგრამ მე მაგის გულისთვის 17 წლის ბიჭი მივიღოთ გუნდში 16 წლისო და უნდა ვიყვანოთ აიყვანეს ნახა სიომინმა გაგიჟდა და მე ის იყო ის რა ქვია კახეთკილება ხო იყო მოსკოვის ლოკომოტივში ეს ჩვენებური იქნაძე და ეს ხო და იქ ყოფილი ერთი ლასიუკი რომელიც იკვეხნიდაო რომ როგორც სიომინი ამბობს ყველა სიცნობდა საფეხბურთო სამყაროშიო რა სულ ორი კაცი ყავდათო მაგას მასეთიო და მე ვეუბნებოდიო ესო ვარსკვლავიო მე ოლიმპში მომიწია ჯუღელთან ერთად მუშაობა სხვათა შორის და მაგას თავის ფეხბურთელებთან ამნაირი იმიტომ იძახეს ყველა ფეხბურთელი რომ ოჯახის წევრია და მამაო ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყავდა მამუკას ისეთი რომელსაც გუნდი არ უხდიდა ფულს და ეს უხდიდა თვითონ ხელფას პრემიას და ოლიმპშიც მას ეხდება 10-ზე მეტი ფეხბურთელი ყავდა რა ჯოზეფ კეის დროს ზურა ჯაფარიძე რო იყო და ის ახლა და ისი აძლევდა ხელფას მოსკოვის ლოკომოტივში თურმე და ტიშენკო და სიომინი იყვნენ ქუჩას მხარეზე და იმ ლასიუქს უთქვამს რომ მოაწერე ხელი იგივე კონტრაქტზე 1+3-ს რო თავაზობდნენ ესე იგი ისევ ხელფას არ გადაგიხდის გუნდი და გაისად ნახოთ ანუ არაფასებდნენ იმდენ ამაში ვარსკვლავს ვერ ხედავდნენ ან არ ურისკავდით ჯუღელი მაგ არ ჩანს სიომინი ჩანს მე იტირა კიდევაც ხო დაწერეს რუსებმა და პლუს ჩანს კიკნაძე მე ამ ყველაფრის მე ბოლო 5 დღეშიო გამოჩნდაო ის რუბინი ხო რა ფული და იმით რა ქვია
კონტრაქტი თუ არა მანამდეო ზეპირი შეთანხმება მამუკასთან მქონდაო და აღარასდროს ჩემი ყველაზე დიდი გულისტკენა გამოიწვია ამან რომ ხელის ჩამორთმევით არ უნდა გადაწყვიტო ის რა ქვია კონტრაქტის საქმე ფურცელზე უნდა დამეფიქსირები ანუ სხვაერად და განწირულად გამოყავს თავისთან მაგრამ მაგ არის მეორე მომენტი იმ ლოსიუქს უთქვამს რომელსაც შიომინ უძახდა შპალერების გამყიდველს ის რა ქვია ვაჭარი ხო ისო რა ქვია ხვიჩასთვის უთქვამს მოაწერეო აგენტის ჩუმად მამუკას ჩუმად ეგენ ვერ მიხვდნენ რომ მამუკას ამაგ ქონდა ამათ ოჯახზეც მაგაც იყო მომამისის და ხვიჩას ზოგს უკან აფერს არ გააკეთებდა ქართული მას ფენომენს ვერ მიხვდნენ და ხვიჩას უარი რო უთქვას მაშინ აი კიდევ ზუგჩანთაო და ხვალდილიდან ჩემო თვალემ არ დაგინახოს აქ ასე წერია სულპრესაში რა ამას რა თქმა უნდა გაყვა ის მაგრამ ხვიჩას შინაგან ინტელექტი აქვს მე რასაც უყურებ აი ნაპოლიში წყენებზე დინამოში წყენებზე ვთქვათ ლოკომოტივის წყენებზე არ ვცელდება რაღაცას იტყვის თვალებში ეთყობა ის ნაღველის და რაღაცა მაგრამ აი კაცური პოზიცია უჭირავს და მოვადრო და ალბათ იტყვის მოვადრო იტყვის და ეს ფეხბურთის ტიპია რა იმეან ფეხბურთზე არის გადაგებული და აი ეს ძალიან ძლიერი ფსიქიკა აქვს რომ აი ეს ყველაფერი რაც მის გარშემო აგორდა ეს ბოლო 3 წელიწადია მაინც რო არ იმჩნევს რა და მაინც აი რაღაცა ორი თამაშიანი ჩავარდნაც რო ქონია და აი ხდება ხა ბევრი რაღაცა ყველა სხვა უხარია მაგის წარმატებები და ამ დროს რო დაიწყებს ხოლმე რა ზუსტად თამაშს აი ეგა რა მაგარი სწორი სულები დააკვირდი ხო ის რა ქვია რომ მოდიოდა იქიდან იქ მარადონას იმასთან რომ მივიდა რასაც ეძახიან იმას კლიპი ჩაწერა და გეტყვით სიმართლეს მე ხანდახან ვფიქრობ რომ თვითონ ახერხებს ამას თუ ვიღაცა ყავს სცენარის სწორად დამგეგმა ამის იმიტომ რომ იქ მოჩანს მარტო პიარი კი არა, სწორი დამოკიდებულებაც, რომ ნაპოლის გულშემატკივრებს რო უბარებს, რომ მოვადრო გეტყვით სიმართლეს, რა, რატომ მოუწია წასვლა. იქ რა თქმა უნდა, ეს რა ქვია, ბიზინამ თქვა ბარათაშვილი მე საუბრობდი და საუბარდა შეიძლება სწორი პოზიციაც იყოს, აი ლაურენტისის და რა ქვია, ხვიჩას დამოკიდებულ ბოლოს ხელფას რო არის და აქ არა იმაზე ლაპარაკიო, მარტო ფულზე შეიძლება ჯიბრის მომენტიც იყოს, რომ იმას რაღაცა ეწყინა და მე სპეციალურად, იმიტომ რომ ეგენ ხო პიროვნებები არიან, იოლად არავინ არავის პატიობს, მით უმეტეს ამნაირი მენტალიტეტის კაცი, როგორც ლაურენტისია და არა გამორიცხული მართლა, რომ აი ქონოდა უკვე პიროვნული შუღლი ან აგენტთან, ან ფეხბურთელთან, ხო და სპეციალურად ძირავდა რასაც ქვია, რა უფუჭებდა იმას, რა ქვია, ამ ამბავში მომავალს და შეიძლება გამოსავალიც, აი რატო სამთარში თქვა და არა ზაფხულში ან მანამდე რა გამოსავალიც იყო შეიძლება მეცაც ვიტყვი პრესაც აშკარად ბოლო პერიოდში ნუ არაჩენდა რა ხვიჩა სულ რაღაც კრიტიკა მიდიოდა იმ იტალიური მასში რა ვიცი ხა აი ახლა გუშინაც უყურე ნერეშის თამაშს ამასთან რა ქვია ბოლონიასთან არა უშავს თავი ქუჩი აქვს ის რა ქვია შეცვალო მაშინ რო წერდნენ რა და იმის მერე ტრამვას მიიღო ვეღარ თამაშობს და გუშინაც რა იყო ხვიჩა სადაა ხვიჩა რა ასლაპარაკი ხვიჩა მთლად ბავშვი იყო ესე აი მაგისი ეს წინსვლა მაგრად აი ეტაპ მიდიოდა ესე უცებ არა ვარდნილა რა ზემოთ აი სადღაც 15 წლის იყო რომ აი უცებ დაიწყო ვიტალი დარასელიას ტურნირიდან იქ გდანსკის ლეხია თამაშობდა და მაგათ მწვრთნელი იქ ჟურნალისტები ვიდექით და მოვიდა თამაშის მერე და ეს ბიჭიო რაღაცა დამტრეული ინგლისურით ჩვენ საუბრობდით და ვინ არისო რაღაცა ისა ნომერი ჩაიწერა ის 7 და რაღაცებს ამბობდა რა იქ ნეტა თუ ახსოვს ლეხიასთან ბოდიში ნეტა თუ ახსოვს საინტერესო ეხა ხვიჩა რა თქმა უნდა იცის მაგრამ თუ ახსოვს თვითონ ეგ საუბარი რა ხო და ისეთი რაღაცეები აკეთა აკოტე იქა რავი რა მე იყო ერთ-ერთი ეგ მაგას ხშირად არ წევდნენ ერთი წლის დიდებში ზურიკოს უფრო წევდნენ ხოლმე და დინამო საბურთალო იყო თამაში და დინამო საბურთალო აქ როგორ იყო ხოლმე იცი სელტიკი რეინჯერსივით მაგათ თამაშები ტარდებოდა მარტო და ისეთი რა ანუ გადამწყვეტი თამაშები ფათაშორის დინამო საბურთალოა ხო პატარებში იბერია უფრო სწორად ხო და 0-0-ია პირველ ტაიმში კაცი გაუგდეს იმას რა ქვია დინამოს და შემოდის ეს მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია და 2 გოლი გაიტანა რა და აი მანდ მიუხვდით რა ბევრი ისა რომ მანდ უკვე მოხდა ხო აი ახლა როცა წერენ თაობის ლიდერზე და ამ ჩასტამაში გახსოვთ ყველას გიორგი ბურთარა მაგარია თაობის ლიდერიც გიორგი იყო მაგრამ რომ მივიდა იმ შვედეთში და იმაში წვნელმა უთხრა ას შენი საქმე არაა ეს გადააგდე ბურთი წინ ყველაზე ცუდი რაღაცა რაც შეიძლება ანჩავაძეზე და მე ბურთი მოიშორე ხო წინ გადააგდე ამ იმაში კვადრატში რა ნეპომნიაში რო იყო თუ გახსოვს კამერუნის ტრენერი ხო მაგას ქონდა და ის მე ჩინეთში გაუშვეს
რომ შევხედე ამ ჩინელ ფეხბურთელებს სხვა არაფერი საშუალება არ იყო და უთხარიო რომ აი ამ 20 კვადრატს გააკონტროლებ შენ, არსად არ მიდიხარ სხვაგან. 20 შენ, 20 დავყავიო ასე მონაკვეთებად ის რა ქვია. 11 მონაკვეთად დაუყავიო ეს რა ქვია და იქ იყო მაგ. ხო, საშუალო რო არა. აუ მაგას მაგარი ისტორიები აქვს. ეხა ეს გადაცემის ფორმატი არ გვაძლევს, ნეპომნიაშიც მაგარი ისტორიები აქვს კამერუში. ეგ სხვა დრო იყო, სხვა დროს იყო. ხო, აი ამას რო ვუყურებ, აი განშიფრებული ვარ ხუჩას გადაწყვეტილებები. ბატონო დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გავეხარ ბოლოში. დიდი მადლობა ამ შესანიშნავი საჩუქრისთვის. სიცოცხლე და წარმატებებს გესურვებ და კიდევ ბევრი წიგნის გამოცემას და ეს არის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ჩემს. ერთ კიდე ვიტყოდი გუშინ წინ იყო ალექსანდრე ჩივაძის დაბადების დღე 70 წლის გახდა და მიულოცოთ ყველამ ბატონ საშას. ქართული ფეხბურთის პროფესიულობა უსურვოთ. მადლობა. გილოცავთ ბატონ შაშა.